რამდენიმე დღე ევროვიზიის ფინალამდე 26 მაისს ბაქოში გაირკვევა თუ ვინ გახდა ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული. საქართველოს სახელით მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას მომღერალი ანრი ჯოხაძე მიიღებს, რომელიც დღეს ჩვენთან სტუდიაში მთავარი სტუმრის სტატუსით დავპატიჟეთ. მასთან ერთად იმყოფებიან მისი პროდიუსერები და დღევანდელ გადაცემას ფორმატი ოდნავ შეუცვალეთ. სტუდიაში სტუმრად მომღერლების, კომპოზიტორის ან ცნობილი ადამიანების ნაცვლად დავპატიჟეთ ჟურნალისტები, რომლებიც ანრი ჯოხაძეს ყველა კითხვას დაუსვამენ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მის მიმართ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვერთდი და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ვაღიარებ, რომ საკმაოდ რთული იყო შენი დათანხმება. მართლა? კი. არ მახსოვს. ანრი, როგორ ემზადები ევროვიზიის ფინალისათვის? არის თუ არა უკვე განსაკუთრებული მზადება და რას ნახავს განსაკუთრებულს ანრი ჯოხაძისაგან მაყურებელი, რომელიც საკმაოდ დიდია, რომლის არ მიეც? დიახ, განსაკუთრებულს ზოგადად რას უნდა ველოდოთ, ხო? იქნება ენერგიული შოუ, ძალიან შთამბეჭდავი, არის ესეთი მცირედი ნაციონალური ელემენტებიც კი შევიტანეთ. რა ვიცი, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დაუვიწყარი იყოს ეს სანახაობა. რას გააკეთებ იმისთვის, რომ ეს სანახაობა იყოს დაუვიწყარი? შენ ხარ ექსტრავაგანტული იმიჯის მქონე ადამიანი. მით უმეტეს გარკვეული კორექტივები საკუთარ იმიჯში შეიტანე. ანუ ბუნებრივია, რომ მოლოდინი არის დიდი, იქნება რამე განსხვავებული. იცი რა არის, ჩვენ აბსოლუტურად რო ვიტყვენ, აი საკუთარ თავებს გადავახტით თავიდან. ისეთი რაღაცები მოვინდომეთ ევროვიზიის სცენაზე და შენ წარმოვიდგინე, რომ ტექნიკურად ევროვიზიაზე, სადაც აი ერთი შეხედვით, აი ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. ანუ ევროვიზიას უძლური აღმოჩნდა შენი მოთხოვნების მიმართ? იცი რა არის, ჩემი არა, ჩვენი გუნდის, იმიტომ რომ რაც იყო იდეა, თავიდან ის აპრიორშივე განწირული იყო, იმიტომ რომ ტექნიკურად ვერაფრით ვერ უზრუნველყოფდნენ და ჩვენ ცოტა გაგვიკვირდა ეს ერთმანეთს შევხედეთ მაგას. როგორ იქნება ანრის ნომერი, რომელსაც მაყურებელი უკვე 26 მაისს იხილავს? თიკო ბერძენიშვილთან მინდა გადავიდე კითხვით. თიკო, რამდენადაც ვიცით, თქვენ მოხსენით ყველა რეკორდი, რომელიც კი შეიძლება გამოიყენოს ევროვიზიაში მონაწილე ქვეყნის კონკურსადმა, საუბრობ სპეცეფექტებისა და დეკორაციის ტრანსფორმაციის კუთხით. რას ვნახავთ 26 მაისს? კი, ნამდვილად ჩვენ პირდებით მაყურებელს, რომ მთელი ევროპის მაყურებელს თუ ეს არ არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი, რომ საინტერესო შოუ იქნება. რას თქვა ანრიმ ტექნიკასთან დაკავშირებით, იქ იყო ისეთი ტექნიკური ნაწილი ვერ დაგვიკმაყოფილეს, დავშოთ წყალის სცენაზე, იმიტომ რომ შეიძლება მე სხვა მონაწილეს ფეხი აუსრიალდეს, იმიტომ რომ ნომრიდან ნომრამდე ძალიან პატარა დრო არის. კარგი გათვლა არის, ერთი გამო მეორეს ფეხი აუსრიალდება, ნომერი ჩაუვარდება და შესაბამისად გამოგვივიდა იზრდება. და რაც შეეხება დანარჩენს, გვაქვს შეკვეთილი მაქსიმალურად ყველაფერი იმისთვის, რომ შოუ იყოს დაუვიწყარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება, იმიტომ რომ ანრი არის ძალიან ხარიზმატული მომღერალი და ის უბრალოდ ეს სცენაზე ვერ იდგება და მე მიხარია და ამას ვიმეორებ, რომ წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან, ისეთი როგორც მე მგონი არასდროს, თუმცა არის უფრო ლირიული სიმღერები და ანრი არის უფრო აი ცეცხლს დაანთებს, დევიზი არის დაანთე ცეცხლი. მე ვიცი, რომ სცენაზე იხილავს მაყურებელი ცნობილ მოცეკვავეს, რომელიც გაიცნო პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები, სალომე ჭაჭუას, კიდევ რა იქნება? კი, ეს ერთ-ერთი ახალი სიურპრიზია და თქვენი გადაცემის მეშვეობით მე მგონი პირველად გაჟღერდება, რომ სალომე იქნება ის მოცეკვავე, რომელიც ანრის დაუმშვენებს გვერდს. და იცით რა არის, მე მგონია რომ აპრიორი უკვე კარგია ანრი, 4 არაჩვეულებრივი გოგო, რომლის ვოკალზეც არავის ეჭვიარება და კიდევ პლუს არაჩვეულებრივი მომღერალი და მთელი ჩვენი გუნდი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეტი რა გინდა. დიდი მადლობა. თიკო, ნათია უზნაძე, მას შემდეგ რაც საქართველოს მონაწილეობს ევროვიზიის ამ გლობალურ კონკურსში, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, სწორედ ეს ნათია უზნაძე ამზადებს ამ კონკურსს. ძალიან ბევრ კონკურსანტს გამოუვლია ნათია შენს ხელში. რა შანსები აქვს ანრი ჯოხაძეს ობიექტურად რომ შევაფასოთ? რა გათვლით მინდიხართ ევროვიზიაზე? იცით, შანსებზე ვერ ილაპარაკებ ვერაზროს, იმიტომ რომ ეს არის ევროვიზია და ვთქვა არ არის სხვა კონკურსი. როდესაც ევროვიზიაზეა საუბარი, მინდა ვთქვა რომ საქართველოს წელს აქვს ყველაზე კარგი შანსი, თუმცა მე ყოველ წელს ამას ვიძახი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სიმღერა არის პირველად და რაც მთავარია, კაცი წარადგენს ქართულ სიმღერას. და ეს არის ანრი. ეხლა მთავარი არის, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ერთი მესიჯი მაინც გამოაგზავნონ 24 მაისს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ უცხოელები გამოაგზავნიან. ძალიან დიდი მადლობა. მე დღეს დავსვავ ცოტა კითხვას არატრადიციულად, რადგანაც გადაცემაში მოვიწვიეთ ჟურნალისტები, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებულები. მე მინდა გადავიდე ნიკა დვალიძესთან, თბილისი ლაივი ჟურნალი და გადაცემა, ის წარმოადგენს დღეს ჩვენ სტუდიაში ამ მედია სუბიექტს. ნიკა, გისმენთ? სიმღერასთან დაკავშირებით მაქვს ერთადერთი კითხვა, რატო გადაწყვიტე, რომ ამ სიმღერას უფრო მეტად, ესე ვთქვათ, აზიური ელემენტები ოდნავ შეგემატებინა, აღმოსავლური ელემენტები მუსიკის? იმიტომ რომ უხდება.
შენ დარწმუნებული ვარ ბოლო ვერსია არ გაქვს მოსმენილი, ნამდვილად არ გექნება, საერთოდ არავის არ აქვს რეალურად მოსმენილი დღეს. მე მაქვს მოსმენილი ვერსია, რომელსაც იყენებდით კლიპის გადაღების. არა, აბსოლუტურად შეიძლება ითქვას ისევ ნახევარფაბრიკატი იყო. არ ვიცი, ბოლო ვერსიას ნახავთ, როგორია ეს სიმღერა საერთო ჯამში, აბსოლუტურად სხვა ჟღერადობაა. აი ეს შენ რასაც ამბობ თანამედროვე მოთხოვნები, ძალიან თანამედროვე მოთხოვნები აქვს დამიჯერე. პრინციპში ზოგადად სიმღერას რა ჭირდება დასამახსოვრებელი მარტივი მელოდია პოპ მუსიკას, ხო? რაც ამ სიმღერას ნამდვილად აქვს და მომენტალურად აგიკვიატება ყურში. იქ თავიდან ჩემს მიმართ რაც იყო პრეტენზია, აუ შენი ვოკალი არ ჩანს და რაღაცა, მე არ ვიცი ხა რა შეიძლება გამეკეთებინა ამ მომენტისთვის, მაგრამ მე გავამდიდრე კიდე რაღაც ვოკალურად. ანუ შენ გაითვალისწინე ის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც შენს მიმართ იცი რა არის? და ეს იყო დათმობა ანდრე ჯოხაძის. არა, ჩემო კარგო, ჯერ ერთი მე შესარჩევში როცა გამოვედი, მოუმზადებელი ვიყავი, ეს არავის მის გამომული არ იყო. პირველად მე ვყვირი ჩემს შეცდომებს და დაუშვათ ჩემს ვახსოვს. ამჭირდება მე არავის კარნახი რომ აი შენ რაღაც შეგეშალა, ეს გუშინ არ დამიწყია სიმღერა, მაგრამ მე თვითონაც გრძნობდი რომ შეიძლებოდა ჩემი რაღაცა ხმა უფრო მეტად ეფექტურად გამომეყენებინა, რაც ამ სიმღერაში ქართული დასაწყისით აბსოლუტურად ვთვლი რომ მოვახერხე. პირველ 28 წამში მე ვახდენ მაყურებლის მონუსხვას ვოკალი. შემდგომ უკვე იქ ტექნიკური მომენტებია და ხასიათი უნდა ჩანდეს და ენერგეტიკა. იცი რა არის, მე არ ვიცი ხა ქართველებს რა გვინდა დაუშვათ თუ წელს ჩვენი მდგომარეობა ის არის რომ გავიტანოთ ფალიაშვილის მაროს პირილი, მე მარო არ ვარ და შესაბამისად ვერ გავიტან და ამ შემთხვევაში ჯოკერი დამიჯერეთ რომ მომგებიანი იქნება. ჩემის მხრივ. ძალიან დიდი მადლობა ლიზა ვადაჩკორია ტელეკომპანია Music Box. ჩემი ძირითადი პრეტენზია არის ზუსტად სიმღერისადმი არის, თუმცა ბოლო ვერსია რაც მე ვნახე გაცილებით გაუმჯობესებულია. უბრალოდ მე არ ვიცი ეს რაღაც ალბათ ჩვენი ქართული კომპლექსია, რომ თუნდაც ჩვენ ესეთი უფრო ევროპული ჟღერადობის სიმღერა გავაკეთებთ, აუცილებლად იქ რაღაც ეროვნული უნდა ჟღერდეს, რომ მაინც ჩანდეს რომ ეს ქართულია. არ ვიცი, ნუ შეიძლება მე ჩემი აზრით არ უხდება სიმღერას, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ხო მე მუსიკათ ვცოდნე არა ვარ, ხო? მაგრამ ერთადერთი თუმცა მე ისევ და ისევ ვამბობ რომ მე ვამართლებ ანდრის გამოსვლას ევროვიზიაზე და მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ შოუმენია და შოუ იქნება და ეს ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ძლიერი ვოკალისტები ჩვენ გვყავდა ევროვიზიაზე. და ნუ არ გაამართლა სამწუხაროდ. გასაგებია, შენი კითხვა ლიზა. რატო არ გაამართლა? ხო, აი არ გაამართლა, იმიტომ რომ ვერ შევედით ხუთეულში. მათი ეს რომ არ აი ეს ერთ-ერთი მე მინდა ამაზე გაგცეთ პასუხი, არა. ჩვენ არ ვიდაოთ ასეთ რაღაცები, მაგრამ რა არის ეს ბოდიშე? რატომ გააქვს პრეტენზია რომ 45 ქვეყანა ევროპიდან რომ იღებს მონაწილეობას, რამით დაიმსახურე და ხუთეულში უნდა შეხვიდე. და რატო არ დავიმსახურე? ჩემო კარგო, 20 წელი, 25 წელი არ არის მარტო მომღერალზე ეს დამოკიდებული. 20-25 წელი ქვეყნები მონაწილეობენ და 10-ში ვერ შედიან და შენ 6 წელია მონაწილეობდა, აი 10-ს არ გაცდე, ანუ ხო ხტები, მუდმივად 10-ში ხარ და. არა, იცი რა, აზერბაიჯანი ჩვენს ვერ შემოვიდა, მაგრამ უკვე პირველ ადგილზე გავიდა. აზერბაიჯანი ბოდიში ანუ გერმანია, რომელმაც პირველი ადგილი აიღო, შარშან აიღო მე-11 ადგილი იმავე წარმომადგენელს. ხო. აზერბაიჯანისთვის ეს კონკურსი იყო, აი რაღაცა ეროვნული მონაპოვარი, აი რომ მოეგოთ და აი მათთვის ეს იყო რაღაცა ეროვნული ჰიმნის აღждებას. იგივე მოლოდინია ხოლმე ყოველი ევროვიზიის წინ საქართველოში. არ ამგონია, არ არის დამიჯერეთ, არ არის ასე. საქართველოში შეიძლება შემდგომ უკვე ძალიან რეიტინგულია ეს ყურებადია თვითონ შოუ, მაგრამ მანამდე ძალიან დაბალი ინტერესია ევროვიზიის დამიჯერე. იმდენად დაბალი რომ საქართველოში ცნობილი მომღერლებიც კი აღარ ღებულობენ მონაწილეობას. შენ რატომ მიიღე მონაწილეობა თუ დაბალი? რაღაცა არა, ჩემთვის ეგ არ არის პრობლემა. მივხვდი, მე შემიძლია ნებისმიერ წელს ისევ მივიღო მონაწილეობა, აი ესე პატარა ბავშვით მივიდა. ამაში მე დასაძრახს ვერაფერს ვერ ხედა. აი ეს როგორ გითხრა, ალბათ გამოვირჩევი ნაკლები ბუმბულებით უკანალში. ჩვენ ბევრს აქვს ბუმბულები ასეთი. აუცილებლად ბევრს აქვს და მე არ მიტყდება რომ მივიდე და შესარჩევ ტურში მივიღო მონაწილეობა აბსოლუტურად უცნობ არაფრის მთქმელ მომღერლებთან. თუმცა იმ მომღერლების მხრიდან შენ კრიტიკას იმსახურებ, იმიტომ რომ შიდა შესარჩევი ტურის შემდეგ იყო ძალიან კრიტიკული გამონათქვამები, რომ წინასწარიდან ძალიან ნორმალურია. ნუ ეხა, ეგ ყოველთვის ეგრე არის, ეხა რომელი ერთი ადგება და იტყვის რომ საერთოდ აი ჩემთან ზოგადად ჩემთან რაიმე შანსი ქონდა. ცოტა სასაცილოა. მინიმუმ ჩემი ნახევარი პოპულარობა. არა, ჩემო კარგო.
ჩემი ნახევარი პოპულარობა საქართველოში მაინც უნდა კონდეს, რომ ქართველი ადგეს და ერთი მესიჯი მას გაუგზავნოს და არ დაენანოს. ხო ხა, ნუ რაზე ვლაპარაკობ? ნოდა ერთ რამის გაგახსენებთ, როდესაც ანრი გამოდიოდა 2008 წელს, ხო? თუ 9 წელს. სტეფანე და სამი გოგომ რო გაიმარჯვეს, მაშინ მახსოვს ანრის კომენტარი, რომ აი ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ისინი მიდიოდნენ და იყო ისეთი განაცხენებული. ყველამ წინასწარ იცოდა არა. ყველამ წინასწარ იცოდა ეგ მე არ ვიცი. ნუ დაახლოებით ეგეთი კომენტარი იყო. არა, როგორ გეკადრება. გაიხსენე შენი კომენტარი. ეს სიმღერა, რომელიც მაშინ გახდა გამარჯვებული, მე ვთქვი, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ძალიან შეუწყო ამ სიმღერის გამარჯვებას ხელი. ის ძიმე წელია. ხო. გასაგებია, ბესო ჩუბინიძეს მოусმინოთ. მე ერთ შეკითხვა მჯერდი, სათვალე მოიხსენი, რომ თვალებს ჩაქხედო და მიპას შენი პასუხი. მელიაზე ვარ და თვალები ისეთი დასწრებული ვერ მოვიდნენ. არა უშავს ახლა მეც პახმელიაზე ვარ, არ მოკლედ ეს თქმა მინდა. ანდრი, მე არ ვიცი ახლა შენ თუნდაც გამარჯვება ევროვიზზე, რასაც მე წფელი გულით გისურვებ, შენ კარგად იცი, იმიტომ რომ წლების წინ თქვი, რომ ნეტა ანრი ჯოხაძე გავიდეს ევროვიზიაზე, იმიტომ რომ ამის მომკალიც ვიცი და მთელმა საქართველოსაც იცის და ნუ დარჩენ რაღაცები. ხო, ეპატაჟური ქცევების სცენას და იმედია იქ არ დაიწყებს, არც გახტას და არც მაიკების შემოხევას და არაფერს ესეც რატო დაიწყოს? არა, რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება. თუ შეიძლება ესეთი შეიძლება? არ ვაპირებ. ხო, არ გიჩვევ. კომბინიზონი მასვია და ვერ გავიხდი და ვერ შემოვიდა. მე რამდენი ნუ ამ ხელს აიდუმლოს. ჯერ დაელოდონ 24 მაისს. როგორ ფიქრობ, ანდრი? რეალურად თუნდაც გამარჯვება პირველ ხუთეულში შესვლა, მოდი დავარქვათ ამას გამარჯვება, ხო, პირობითი გამარჯვება ვთქვათ. თორე გეთანხმებინათ, ათეულში მოხვედრა 45 ქვეყანაში არც თლად სუდი მომენტია. შენ აქ რამეს შეგმატებს, უფრო მაგარი ტიპი ანდრი ჯოხაძე იქნები და იმ შემთხვევაში თუ დარჩი ათეულს გარეთ, უფრო ცუდი ტიპი ანდრი ჯოხაძე იქნები. ანუ რამე მოგემატება ამით? თუ საერთაშორისო ასპარეზზე მოგემატება რა? მე საერთაშორისო ამას წინათ იყო სლოვენიიდან თუ არ ვცდებით იყო მიცის ინტერვიუ. და იყო კითხვა ჩემს მიმართ ასეთი რომ აი ჩვენს ქვეყანაში როდესაც მიდის მომღერალი და წარმატებას ვერ აღწევს, ნუ ათეულს გულისხმობდა ალბათ ეს ჟურნალისტი, ჩამოდის შემდეგ მომღერალი და მას ძალიან უვარდება რეიტინგი, შენ ხარ ამ რისკის ქვეშ, შენ შედეგს ვერ დადებ, ყველა შენზე არა და რატონებული უნდა ნუ შემოკარგო ახლა პირველი ხომ არ ვარ ევროვიზიაზე დაუშვათ რომელიც მიდის და შეიძლება ათეულში ვერ მოხვდეს, ხო? პირველი ვინც იყო სოფო ხალვაში შესანიშნავი მომღერალი რომელზეც გიждდება დღეს საქართველოს ისე უყვარ მე-12 ადგილი აიღო, მაგრამ მე პასუხი ასეთი გავიცი რომ საბედნიეროდ საქართველოში არც ერთ მის მოქალაქეს არ უღირს კარგი მომღერლის დაკარგვა რაღაცა ერთი ევროვიზიის ქულების და ჯამთა გადანაცვლება. თუმცა შენ და შეგო ალბათ კრიტიკა იქნება ძალიან დიდი. მით უმეტეს შენ მიდიხარ უკვე მინუსით, იმიტომ რომ საზოგადოების ერთი ნაწილი გაკრიტიკებს სიმღერის გამო. ჩემოკარგო ყოველ წელს თქვენ რომ იცოდეთ რას უშვებიან ჩვენს წარმომადგენლებს. ეს შენ მოგეცა შანსი ნოდა რომ წელს პირველად ევროვიზიის წარმომადგენელი გიზის. ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნათიაზის აქ რა თქმა უნდა ცოცხალი მაგალითი. თქვენ არ იცით ის საზოგადოება რომელიც დღეს მე მაკრიტიკებს და უკაცრავად მაგრამ ძალიან ფეხზე მკიდია პირდაპირ ვამბობ ამას. ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება ეს განცხადება არ გიჩევ ასეთი მიდგომით როგორ არ გაიტერ აქ უნდა დაბრუნდე არ არის რას ქვია დაუბრუნდე აბა 15 კონკურსი გამარჯვებული გამოდიოდა და იქ მაინც საქართველოში ხარ და შენ ლაპარაკები ეს ადამიანები დაუშვათ რომლებიც მაკრიტიკებენ მე ხა რაც სულელია თქვენ მოიყვანეთ ვიღაც სიმღერა არ მოსწონ შეიძლება ამაზე მე არ მაქვს პრეტენზია ამაზე როგორ დაუშვათ გეტყვი რამეს შეიძლება რაღაცა არ მოგწონს პრობლემა არ არის მაგრამ არიან აი ინტერნეტ სივრცეში. ზუსტად ის ქართველები, კრიტიკა ზუსტად. მე აგათ არ არის საუბარი არ გაგიცევა და ინტერნეტ სივრცეში ერთი არ არის ჩემთვის პრობლემა მე დავასრულებ. ეს ადამიანები რომლებიც ხედან ინტერნეტთან და აი რაღაცა საოცრებებს წერენ. ხალხო ასეთი არსად არ ხდება მე მინდა ეს ქართველებმა გაიგონ იმ ნაწილმა თორე ხალხი უკაცრავად მე დავდივარ ჩვეულებრივად ქუჩაში ბაზარშიც დავდივარ და აბსოლუტურად აი ეს ხალხი ხდება მილოცავე და ბევრი ძალიან ასე ვთქვათ აქტოვანებულიც არის ამ გადაწყვეტილებით მაგრამ ეს ადამიანები რასაც აკეთებენ ინტერნეტ სივრცეში ზოგიერთებს გულისხმობ მიხვდი საკმაოდ ასე ვთქვათ ისეთი ძალა იცი რაღაცნაირად მკვეთრი ძალაა ინტერნეტ სივრცეში რომელიც ჩანს თითქოს ასეთი სამარცხვინო
რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ევროვიზიაზე. შეიძლება საერთოდ აი ვიღაც ბანძი მომღერალი გაგზავნონ უბანძესი სიმღერით, მაგრამ თავისას აქებენ აი რაღაცა წარმატებას უსურვებენ. დიდო ელეკის ამბავი არ არ ხდება ბესო შეიხედეთ აი ყველაზე აი რაღაცნაირად აი უსახური მომღერლებიც კი აი ქების სიგელები მე კი არ ვითხოვ ამას ჩემგან არ უჭირდება მაგრამ სირცხვილია უბრალოდ სირცხვილია ინებდის ანდრი ჯოხაძეს აი მე შენ ფიქრობ ეს არის კონკრეტული რიგითი ადამიანები რომლებიც საკეთებენ თუ შეიძლება ვიღაცა იქნას ეს არის ზუსტად ვიცი ეს არის დაჯგუფებები იმ ადამიანებისგან მე ამას პირველად ვამბობ თქვენს ეთერში და საერთოდ აქამდე არც მიმიქცევია ყურადღება მაგრამ რადგან მოიტანა საუბარი ამ თემამ აუცილებლად მინდა რომ გავცე პასუხი ეს არის დაჯგუფებები რომლებიც იღებდნენ წელს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას და რატომღაც ეგონათ რომ გავიდოდნენ და ვერ გავიდნენ შემდგომ მეორე დღესვე დაიწყო ჩემი ლანძღვა და შედიხარ ხო აი მარტივი ყველა შეხება გვაქვს ინტერნეტ სივრცეში შედიხარ ლანძღავს ვიღაც იუზერი ხო შედიხარ მის გვერდზე და აუცილებლად ერთ-ერთი მონაწილის ფანი ბორის ბედიასა და ლევან ჯიბლაძეზე საუბრობ ახლა ანდრე მო დავკონკრეტეთ რადგან საუბრობთ ქვეკითხვა მაქვს შეიძლება შეხვიდეთ და შეამოწმოთ გასაგებია შენ ხომ შეამოწმე ეს ყველაფერი უკვე მაგიტომ გეკითხე ხო და ქვეკითხვა მაქვს გისმენ შენ რომ არ ყოფილიყავი წელს მონაწილე ჩვეულებრივ მოქალაქე მომღერალი ხო და შენი გამოკლებით ყოფილიყო და ჩატარ ვის დაუმესიჯებდი რომ მოგდომებოდა და SMS-ზე დეპოზიტი ქონოდა ვის გაუგზავნიდი მესიჯს ვის დაუმესიჯებდი აი ამ ხელო პაუზაც კი რო ფიქრობ უკვე ეს მე მგონი პასუხია შენი მხრივ მარიკა ხიდუროს მოусმინე ჟურნალისტ ფილისელები იმის ნიშანია რომ ერთგვარი ლიდერი იყავი და კონკურენტი არ ყავდა ხო არა სხვისი სახელის დასახელება არ უნდა უბრალოდ არა უბრალოდ ვის დაუმესიჯებდი ფიქრობ ვისი სიმღერა იყო ჩემთვის აი ავანგარდში შესამჩნევი ჯგუფი რემა თუ არ ცდები კი ნამდვილად მარიკას მოусმინეთ გისმენთ მარიკა ეხლა რა მაინტერესებს მე ძალიან გულით მიხარია და ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ იტყოდა რომ ძლივს მიდის ანდრი ჯოხაძე ევროვიზიაზე იმიტომ რომ ნუ შენი ვოკალური მონაცემები ყოველთვის ცნობილია არა მარტო ჩვენთვის ფარგლებს გარეთ ხო მაგრამ ეხლა ერთი მაგრამ არის რა ჩვენ გვინდა რომ გაგიშვათ მოსაგებად მაგრამ ეხლა იცით რომ მოსაგებად არ მივდივარ რომ თან ვამბობთ რომ ევროვიზია არ არის ისეთი დონის კონკურსი მაშინ რატო ხარჯავთ ამდენ თანხებს თუნდაც ამაში რა არის მოსაგებად როგორ გითხრათ რატო არა აქ ნიშნულობა რამდენი წელია საქართველოს მონაწილეობს კონკურსანტი არ მიდის აი მე წავალ მოვიგებ და რაღაცას ვიზამ ყველა მიდის არა მიდის პირველ რიგში მივდივარ განწყობით რომ ვიმღერო კარგად ეჭვი არ გვებარება იცი რა არის შეიძლება ამ ვამბობ ამ ანრი მაგარი მოგამო მე-14 კონკურსია ევროვიზია მისთვის შეიძლება ფორმაში არ იყო ხო თავს გაფრთხილება უნდა მინიმუმ თუ არ გაწევს არა აბსოლუტურად მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად ვიმღერებ როგორც ყველა დანარჩენ 13 საერთაშორისო კონკურსზე მაგრამ მე არ მივდივარ აი ამ რაღაცა გვირგვინებით თავზე რომ მე უნდა მოვიგო და შარავანდები გასაგებია თუ ამ განწყობით არ მიდიხარ მაშინ რატომ მიდიხარ მართალია მარიკას კითხვა გამარჯვების განწყობა მე შინაგანად მაგისკია რომ გამოვიდე იცით ახლა მე ევროპა მომისმინე მე უნდა არ არის ეგრე ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა მომღერლისთვის ამ საერთოდ ნებისმიერ კონკურსზე არც ერთ ატვიჩა იქნები რომ ვერ მოიგო. არა, ანუ არც ერთ სხვა კონკურსზე არ წავსულვარ, აი ამ მოვიგებს. აბა რა გეგონა რომ მიგვაჩვია მოგებებს, ეგრე არ არის. თავარი არის პროფესიონალურად მომზადებული იყო. და აბსოლუტურად წარმოადგენდეს შენ თავს უმაღლეს დონეზე. გამარჯობა მისით მოგაკითხავს, დამიჯერეთ. რაღაცნაირად შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმ განწყობაში, რომ თქვა და არასოდეს არ ვამბობ წინასწარ, რომ აი მე გავიმარჯვებ, რაღაც მე მახსოვს თქვენი ადრინდელი კონკურსები, როდესაც ამბობდით ხოლმე, რომ მე მივდივარ, აუცილებლად გავიმარჯვებ და შესაბამისად ამ განწყობას რაღაც შედეგიც მოქონდა და ყოველთვის გამარჯვებული ჩამოდიოდით. და რაც შეეხება კითხვას, თქვა და აი წელს ამასთანავე ინტერვიუშიც მოვისმინეთ თქვენგან, რომ პრომო აქციებშიც კი არ მივიღე მონაწილეობა. თქვა და არ მინდა მე ეს რაღაცა ქვეყნებზე არ მუშაობ. აი მაშინ რატო უნდა დაგიჭიროთ მხარი? აი თქვა და ეს რა პოლიტიკა არის წელს? იცი რა არის? უყურე აქ ჩვენ უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, რომ აი არ მიგვეღო ამ პრომო ტურებში.
არა მართლებს? აი ვიცი რა არის, საერთო ჯამში არა. მე სხვათა შორის ევარივასმა მითხრა თავიდან, თუ კი შენ მიიღებ მონაწილეობას და წახვალ ევროვიზიაზე, აი ამ პრომოტურებს მოიშვი, იმიტომ რომ არაფერს არ იძლევა. ნუ რაღაცნაირად დაუჯერე, ხო ხტები ეს განცდა. რომ აი არაფერს არ იძლევა, ნუ აი იწანწალი ამ ევროპაში რას მოგცემს. ხტები, მე მეორე ფაქტორიც არის, ძალიან ნაცნობი უკვე სხვათა შორის აი ის ზოგიერთი მომღერალი წლევანდელი კონკურსანტები, ვინც ძალიან რეიტინგებში არიან 2-3 თვეა, ხო, აი გამარჯვებიდან შიდა შესარჩევები, როდესაც გაიმარჯვეს. აი ესეც კი შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს ფინალურ შოუში. მიხდი უკვე ინტერესს მოკლებული იყოს ესა თუ ის მომღერალი. მე მინდა რომ მაქსიმალურად ვიყო ბოლო მომენტამდე აი დამალული, რადგან ეს იყოს ძალიან ეფექტური. მიხდი? ანუ მხოლოდ იმ 3 წუთში აპირებ და არ მეუბნა, სცენაზე ალბათ მხოლოდ იმ 3 წუთში აპირებთ აფეთქებას, რაც იქ მოგეცემათ 24-ში. ეჭვ გეპარება? შენ არ უნდა გეპარებოდეს ეჭვი. ხო და გეკითხებით, მხოლოდ ამ 3 თქმა უნდა. პასუხი ხო? მე მაქვს ვარაუდი რომ ანდრეს ალბათ იქ აქვს მეგა შოუ დაგეკმილი, რომელიც შეიძლება პროვოკაციული ელემენტებით შემცველიც კი იყოს. არ იქნება, არ ვიცი, იქნება. დაგველოდეთ 24 მაისს. არ შემიძლია არ იკითხო შენს იმიჯზე. კი ბატონო. რატომ შეიღება თმა? რატომ ანდრე ჯოხაძე მესერი კითხვა რომელიც მუსილებს, ბუნებრივია ეს კითხვა უნდა დავსვა. რეალურად რისთვის გჭირდებოდა? რისთვის გჭირდებოდა? უხდება. აი. თიკომ თქვა უხდებაო. რისთვის გჭირდება? კლიპისთვის, თავიდან კლიპისთვის. მე მოეწონა. ხო, პირველად მომეწონა 31 წლის ასაკში ჩემი თავი. მანამდე ვთვლიდი რომ საკმაოდ შეუხედავი ბიჭი ვიყავი. და დღეს ძალიან მოწონა. ანუ ევროვიზიამ დაგეხმარა რომ საკუთარი თავიდან აღმოგეჩინა? გარეგნობა. ძალიან კარგი, ლალიფაციას მოვსმინოთ ჟურნალი გზა. სიმღერაზე იყო აქ ლაპარაკი, ნიკა ლაპარაკობდა რომ ის არ არის თანამედროვე. რა ვიცი ახლა, მე მგონი პაპსაა, მიუზიკლია, რაღაცა ისეთია. რატომაც არა? არა, მე ბოლო ვერსია არ მაქვს ლალი მოსმენილი, მაგრამ ნუ დაახლოებით ახლა ბოლო 15 წელია მუსიკალურ არხებს ან გავატარე და ნუ რასაც ვხედავ, მე დავამატე კიდეც, ევროვიზია იმდენად ალოგიკური კონკურსია საბოლოოდ, რომ ვერ მიხვდები, მე ვერ ხვდები რა ლოგიკით გაიმარჯვა გასულმა 10 წლის, 11 წლის გამარჯვებულმა. ისინი მე არ ვიცი, მაყურებლების რაოდენობა რა თქმა უნდა მეტყოლებს და ანუ სახელმწიფოებრივად რომ ვიმსჯელოთ, ეს არის კონკურსი, რომელიც საქართველოს სახელს მართლა სხვანაირად წარმოაჩენს. მაგრამ თუ შემოქმედებითად მიუდგებით ამ ყველაფერს, იქ გამარჯვებული მომღერლები პირადად ჩემთვის თანამედროვეობასთან არაფერ კავშირში არ არის. არა, ვერ დაგეთანხმები. ნუ აი რომელი? ვერ დაგეთანხმები, შენ შეგიძლია წლევანდელი ალბანეთის წარმომადგენელი ნახო. არა, წლევანდელზე არ ვარ. მე ვამბობ ზოგადად, ეს არის 12 წლის გამარჯვებული. ყოველთვის არის, ნიკა არ არის. იცი რა არის ამ შემთხვევაში? დამიჯერე რომ აი უმჯობესი იქნებოდა აი ყველა 42-ვე მომღერალი წუთნახევარი მაინც მოგესმინა. აქედან 10 აღმოაჩენ არ მაქვს ანდრის საუბარი. ნებისმიერ კონკურსში 2010 წლის გამარჯვებული 2009 გამარჯვებული თავიდან გამარჯვებული ამ შემთხვევაში იქ ისე პოლიტიკურად ნაწილდება ეს ხმები რომ რაღაცნაირად შეიძლება სხვა გავარდეს. ხო, პოლიტიკაში მაგრამ არავინ არ თქვას რომ ევროვიზიაზე ერთ 10 კარგ სიმღერას ვერ აღმოაჩენ ყოველწლიურად. არა იმ პირველ ადგილებზე რომლებიც იკავებენ, ანუ ლენაზე მაქვს საუბარი, რიბაკზე მაქვს საუბარი, საუბარი მაქვს თუნდაც და შენ წარმოიდგინე, ნუ რიბაკი ხო მე რიბაკის შემთხვევაში გეთანხმები, ჩემთვისაც აი წარმოუდგენელი იყო საერთოდ ამ ბიჭმა როგორ გაიმარჯვა, მაგრამ ამ ბიჭმა მოხსნა რეკორდი ქულების რაოდენობით. საერთოდ შოკის მომღერალი იყო მისი გამარჯვება. გასაგებია ისეც არის წარმოუდგენელი, შესაძლოა აღმოჩნდეს გამარჯვების მომტანი, იმედია ჩვენც ამ შემთხვევაში მათ გამოცდილებას გავითვალისწინებთ კონკურსის დროს და წარმოუდგენელი დეტალები ბევრი გექნება. ეგ არის. დაზუსტება მინდა ერთი ფაქტის, გარეგნულად რადიკალურად შეიცვალა შენი იმიჯი ანრი და მე მაინტერესებს აი ქართულ ელემენტებს თუ შეიცავს რაიმეს ის კოსტიუმი, რომლითაც წარდგები. აუცილებლად ეს არის ძალიან გეტყვით კომბინიზონი და ქართული ელემენტები. არა, კომბინიზონი ეს არ არის ჯინსის კომბინიზონი, რაღაც რომ გვინახავს, ხო? არა. კომბინიზონი ეს არის ერთიანი სამოსი, არის ქართული ელემენტები, ძალიან ისეთი ლამაზი და იმიტომ რომ სიმღერა შეიცავს ქართულ ელემენტებს და გაჯერებულია და შესაბამისად ეს თუ იქნება გარეგნულად მთავარია რომ აბსოლუტურად იდეა კონცეპტუალურად სცენაზე იქნება იმაზე მეტად შეკრული, ვიდრე საერთოდ მე წარმომიდგენია ახლა. შეშიც შინაგანი ცენზორი თუ იმუშავებს სცენაზე. შინაგანი ცენზორი, რომ ფეთქდები სცენაზე. კომბინიზონში ვიქნები გაჭედილი, ვერაფრით ვერ გავიხდი. იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ ხალხი ამას ელოდება.
ანდრე, უბრალოდ ევროვიზიის საიტზე ვიყავი შესული და უამრავი ფან-კლუბია შექმნილი, რა თქმა უნდა, ყველა კონკურსანტზე წერე და იქ სადაც ცოტა კომენტებია, ესე იგი მან ნაკლებად პოპულარულია. სამწუხაროდ ჯერჯერობით რეიტინგებში ანდრე არ არის ისიც როგორც დასახელებული, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო გამარჯვებული. ნუ ვნახოთ, შეიძლება არც გამართლდეს ხო პროგნოზი. მაგრამ შენს ფან გვერდზე იყო ძალიან ბევრი შენ ინტერნეტის სახსენე, ნუ იქ იყო სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის შემჩნევები, რომ აი საქართველოს არ ეკადრება ესეთი დონის სიმღერაო, შენ სიმღერას. თუმცა იქ იყვნენ ადამიანები, სამაგიოდ ანდრე არის მაგარი ტიპი და ძალიან მოგწონს. ეს გასაგებიც არის, ანუ ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. ანუ ესეთი მუსიკალური ღირებულება ეთყობა მაინც შენ სიმღერას არ აქვს მათი წარმოდგენით, რახან ესეთი კომენტარი ეს ადამიანები დამიჯერეთ აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნები ლიზა. დამიჯერეთ რომ ასეა. მიცნობთ და არ რაღაცებს არ ვიქმნი ხა ფონს. ეს არის მე გადაცემის დასაწყისში რაზეც ვისაუბრე. ეს არიან ადამიანები დარეგისტრირებული, დამიჯერეთ. ფიქრობ, საბერძნეთი, ინგლისი. აუცილებლად ასეა, დამიჯერეთ რომ ასეა. ეხლა რა ხდება? უცებ როგორ მოხდა, რომ ვიღაც ევროპელებს აი ესე მასშტაბურად და მასიურად საქართველოსზე გული შესტკივა. არა, რაშოში არსებობენ ევროვიზიის ფანები. ეს ევროპელები რა კონკრეტულად? ისინი მხოლოდ შენზე ხო არ წერენ, იქ არის საზოგადოება, რომელიც ზოგადად აფასებს თითოეულ კონკურსანტს. იცი რა, იმდენად არ მაინტერესებს. თუნდაც ეს კრიტიკა, მათ რომ ვიცოდენ, რამდენად მაძლიერებს. ეს კარგია, რომ არ გაინტერესებს. სუქების იმებს დიდი რამდენად. ერთი რამ აღნიშნო რა, ბესო რა, რომ ინტერნეტ საზოგადოება ახსენა ანდრიმ. არის კიდე ნაწილი, ხო, იგივე ბლოგერები, იგივე ჟურნალისტები, რომლებიც ონლაინში წერენ, ხო, რომლებიც ზოგადად ანდრის მიმართ კი არა, კრიტიკულად არიან ევროვიზიისადმი. მეცაც გეტყვი, მე როდესაც რამდენიმე ჩემ კოლეგას ვესაუბრე და ბლოგერს და უთხარი, რომ აი ესეთი გადაცემა მივდივარ სტუმრად და არ გინდა არა, არ წამოვალ, რატო? იმიტომ რომ ევროვიზია არის ფუ. ლიზა, ერთი მომენტი არის, ზოგადად ინტერნეტ სივრცეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ ყველას და ლანძღავენ ყველაფერს. ეს ამ ადამიანების უკვე პროფესია. რატო არის ევროვიზია? ეს არის პროფესია, უხელფასო პროფესია. მე ვფიქრობ, ცოტა გლობალურად შევხედოთ რა არის ევროვიზია, ხა მე არ დავიწყებ ამ შლეივს მოყოლს, თუმცა პირველი წელია ჩემთვის. მეგობრებო, ის ადამიანები, ვინც უყურებ, ეს არის კომერცია, ეს არის ანდრისთვის. ეხლა ჩვენ ვკითხოთ, რამდენი ინტერვიუ მისცა ანდრიმ, მესიჯებით ურეკავთ ანდრიგ, რამდენი ინტერვიუ, რამდენ საიტზე დაიბეჭდა, შებრძანდით, ნახეთ. ანუ ის არის უკვე პოპულარული ევროპაში, არის ჩვენი საბოლოო მიზანი რა არის, რომ ჩვენ თუმცა ლიზა ამბობს, რომ გვერდზე სადაც არის დასახელებული წინასწარი ფავორიტები, ამ სიაში ანდრის არ მოიაზრებენ. არა, ის არის დასახელებული ცივითი. დამიჯერეთ საუკეთესო ხუთეული ყოველთვის ბუკმეიკერებს მოძდით შეცდომა. ის არის დასახელებული. როგორ გითხრათ, აი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს ფაქტორიც. შენ ხარ რაღაცა 4 მილიონი მაცხოვრებელი. ვის ეჯიბრები 80 მილიონიან გერმანიას, რომელიც შემოვა 1 მილიონი და უკვე 1 მილიონი ნახვა აქვს, შეხედა უცებ მილიონ ნახევარი. შენ რაღაცა 80,000-ს ძლივს აღწევ, ხდები? არის ლოგიკა შენ. აცია, შვედეთი წელს არის აი როგორი უპირობო ფავორიტი, ისე 2 მილიონ ნახევარი ჩვენება YouTube-ში და ნუ საოცარი რეიტინგები აქვს. შვედეთი არის უზარმაზარი ქვეყანა. ერთი მაპატია ჩავერთო, ან ალბათ თქვენ შეიძლება მიპასუხოთ, ან არ. პირველი ის რომ ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად იქნებიან ახლა 24-დან 26 მაისს. თავისი ქვეყნის ვარსკვლავები არიან, ისე როგორც შენ ხარ ჩვენი ქვეყნის მეგა. სხვათა შორის მე მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. საქართველო არის ის გამონაკლისი, სხვათა შორის ევროვიზიის ფარგლებში, როდესაც ამ კონკურსზე ძალიან პოპულარულ და რაღაცა მოწინავე მომღერლებს აგზავნის. თავისი ქვეყნის და სხვათა შორის ძალიან იშვიათობა. ანუ იშვიათი მომენტი. მე არ შეიძლება არ გითხო, წეგან შენ საუბრობდი ინტერნეტში ანონიმურად დარეგისტრირებულ იუზერებს შორის, რომელთა უკანაც შენი აზრით დგანან ამ კონკურსის სხვა მონაწილეები საუბრობ შიდა შესარჩევ ტურზე. ანდრე, არ გიფიქრე რომ ეს კონფლიქტი ამოგეწურა იმით, რომ ამ ადამიანებისათვის, რომლებიც შიდა შესარჩევ ტურში მონაწილეობდნენ, შეგეთავაზებინო რომ ყოფილიყვნენ ისინი თუნდაც შენს ჯგუფში, სადაც არიან ახლა გოგონები, წაგაყვანა ისინი ევროვიზიაზე. ვინდა წამეყვანა? იგივე ბორის ბედია, იგივე ლევან ჯიბლაძე. უკაცრავად, მეგავს გოგონები ჭირდებოდა მას. გასაგებია, თუმცა ხო შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ორი გოგონები, ყოფილიყო ჯგუფი, რათა ყოფილიყო კონსენსუსი. იცით რა, გოგონები მე პირველ რიგში ვისთან უნდა მქონდეს ერთ წამს ისა შენ ხა ცნობილი ჟურნალისტი შენი ток-შოუ გაქვს და ვიღაც ჟურნალისტმა რაღაცა პატარა ტელევიზიიდან რაღაც კონკურსი ისინი შეთვის არიან ვიღაც
იცი რა არის თავიანთი დამოკიდებულებით ჩემს მიმართ ვიღაცეებიც კი არ არიან უკაცრავად. ვინ არიან? იცი რა არის? აქ არის მე ვამაყობ ზოგადად და ეს არავისთვის არ არის სიახლე, თელმა ქვეყანამ იცით, გამოვირჩევი განსაკუთრებული კოლეგიალობით. ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს ასეა. იცი რა არის? ადამიანს როდესაც ახლა პრეტენზია გაქვს მომღერალთა, რომელიც 100%-ით გისწრებს ნებისმიერი პარამეტრით, გამოხვიდე და ლანძღო, ჩემთვის ორმაგად გულისამრევია ადამიანი, რომელიც დამარცხებული სპორტისგან ისინი შენთვის ახლა გულისამრევები არიან, ანდრეი? მაშინ იყვნენ და ეხლა აღარც მახსოვს. ასკებია, დიდი მადლობა. ეს იყო ანრი ჯოხაძე, გისმენთ. ეთერგან საუბრობდით, რომ თქვა საქართველოს ევროვიზიას არ უყურებენ. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ თქვა ყოველთვის ამას ახლავს პოლიტიკური ელფერი. ხო, თქვა, როცა ვერ ვიმარჯვებთ, შემდეგ მიდის იმას საუბარი, მაშინ რა გვეგონა, ეს არის პოლიტიკა გეოგრაფიული მდებარეობების მიხედვით და ქვეყნების შესაძლებლობების მიხედვით კეთდება გამარჯვებულის ვინაობა, ვლინდება. აი ეს ხო არ აკრინებს თქვა ამას, თუნდაც მაყურებლის თვალში. ხა მე რატო უნდა უყურო თქვა იმ კონკურსს, რომელიც ვიცი რომ თქვა ჩემ ქვეყანაში არ იქნება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და თუ მოხდა თქვა აი სასწაული და ჩვენ წელს გავიმარჯვეთ. აი მე რაღაც ვიტყვით, თქვა პოლიტიკა ჩამოშორდება? ძალიან საინტერესო ჩამოშორდება მე რაღაც ვიტყვით. ეს აღნიშნება რომ განსაკუთრებული ისეთი პოლიტიკური სიმპათიები იყო ქვეყნის მიმართ. პოლიტიკური სიმპათიები მოუწოდა საქართველოს გამარჯვებას და არა ანდრი ჯოხაძე. იცით რა არის? ნიჭიერება გაიმარჯვა. არა, ძალიან საინტერესო კითხვაა და ანდრის პასუხი. მაშინ პოლიტიკა იქნება. არ არის ასე. აქ იცი როგორ უნდა მივიღოთ საკითხს. შენმა ჯოკერმა უნდა გაჭრას მე ვთვლი რომ ну არ ვიცი ხა თქვენ რას ეძახით ამ პოლიტიკურ მომენტებს რა თქმა უნდა არის რაღაცა არის დიდი დოზით არის ისევე როგორც დიდი დოზით არის მომღერლის ეფექტურობა სიმღერის ეფექტურობა ხვდები ჭირდება იმიტომ რომ ყველაზე როგორი პრეტენზიული მომენტი ამ კონკურსში არის სამწუთიანი სიმღერა როდესაც ფაქტობრივად აი არც კი გაქვს დრო შენ მოაწოდო პუბლიკას შენ კითხეს კონკრეტულად შენ თქვი რომ ეს არის პოლიტიკური კონკურსი გამარჯვებას ადამიანები აღწევენ პოლიტიკური სიმპათიების დამსახურებით თუ ანრი ჯოხაძე ახლა ევროვიზიაზე გაიმარჯვებს ეს იქნება პოლიტიკური სიმპათიების დამსახურება და არა ანრი ჯოხაძის მე პოლიტიკურად უნდა მოვაწოდო ჩემი ქვეყანა ევროპას არ ფიქრობ ახლა შენ რომ ანრი ჯოხაძე რომელიც არის საქართველოს საკმაოდ პოპულარული მომღერალი რეალურად მისი პოპულარობის მაჩვენებელი დაეცემა თუ ის ევროვიზიაზე ვერ მოიპოვებს არ ვფიქრობ ასე, არ ვფიქრობ. იცი რა, თუ შევამჩნევ რომ დაეცემა, მე ისიც შემიძლია რომ იმაზე მეტად დავწიო ჩემი პოპულარობის რეიტინგი, ვიდრე აქამდე მქონდა. დამეჯერე ეს რა მეთოდებით? დავნიდი. ძალიან დიდი მადლობა. ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთოთ ახლა ჩვენს ეთერში, რამდენიმე წუთში დადგება უბრალოდ რეკლამის დრო. რისთვის გჭირდება ევროვიზია, მარიკა? ევროვიზია გჭირდება ალბათ იმისთვის, რომ ნუ ხა ანრიზე რო ვთქვა, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მეთქი, პოპულარულია ჩვენ რაშიც გჭირდება. პოპულარია ჩვენ გჭირდება გამარჯვებისთვის, ალბათ და ქვეყნის უფრო გატანისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანდრის ჯოკერის მსგავსი მეორე ჯოკერი, რომელიღაც ქვეყანას ექნება და აქედან გამომდინარე ხუთეულში მაინც მოხდება, იმიტომ რომ ორი ჯოკერი იქნება. საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროვიზიაში. პირადად მე მივემგზავრები ბაქოში, აი ამ დროშით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კონკურსი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ წარადგენს საქართველოს ამ კონკურსზე. გვინდა, არ გვინდა, ის მიდის საქართველოს სახელით, მე ვამბობ მაყურებელს და საყურადღებოს. ასე რომ ერთი მესეჯი ეს საქართველოს გამარჯვება იქნება. ანრი ჯოხაძე 26 მაისს ბაქოში წარსდგება. თავისი თაყვანისმცემლების წინაშე. დიდი მადლობა რომ შემოგვერდით. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ, თუმცა გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, როგორ უპასუხებენ ისინი იმ კითხვებს, რომელიც ამ სტუდიაში დაიბადა. რეკლამა გაივლის მალე, რამდენიმე წუთში ვბრუნდებით. Daijere pakiste
ერთი რამე ხდება კლუბში შეხვალ ვიღაც პიდარასტი მოგახტება ერთს გარტყავ და პატრული მოგადგება წესი ტიშის გადაიხდი და მერე მოგვარდება არ დაიჯერებ შეიცვალა ერი ეკრანზე აჩვენებენ კაცს რომელსაც კაცის არ ეთყობა არაფერი სატო რეიტინგი აქვს ჩვენიერი მოკლედ იყიდება ყველაფერი ოღონდ შავი არა შავი ტეხავს სიტლებზე ცუდი არ თქვა თორემ თავს გაგიტეხავს არ დაიჯერებ სურა მელაშვილს და სინიან და მერე მის კონცერტზე ყველა ერთად მიდიან ჯერაც ვერ მიიღეს ეს ანგური ჟანრი ევროვიზიაზე ისევ ჩააწყვეს გაუშვეს ანრი ისევ ელიტა პასობს იგივე ყალბი ფასონით და იგივე სახებს ხედავთ რაც ხელში ამოვიდა აიჯერე გინდა არა ცუდმა ბევრი კარგი გადაბარა თვალი რომ გაუსორო გინდა ძალა ზოგი დანებდა და დაიღალა გინდა დაიჯერე გინდა არა ცუდმა ბევრი კარგი გადაბარა თვალი რომ გაუსორო გინდა ძალა ზოგი დანებდა და დაიღალა არ დაიჯერებ შენ კი არა მეც ვერ დავიჯერები სანამ ჩემი თვალით არ ვნახე Facebook-ზე გამოჩნდა სხვადასხვა გვერდები ანტიქრისტიანული ამით ევროპას მედრები ჩვენთანაც მოუმატეს ქილიქს ამ თემაზე ანეკდოტებსაც ხვებიან რაც მოადგება თენაზე მოკლედ არ მინდა ამდენი სპეკულირება უბრალოდ არ მინდა იამეთაკილება შენ რა რეაქცია ქონდა ახალ ამბავზე ტენის დიდი კაბელი რომ მიაერთეს ნაგავზე ხვალ ალბათ ხალი დაწერს ინტერნეტს ალბათ პრინტერი დაწერს ახალ სიმღერებს ხუმრობა იქით იყოს ბევრი რამე აირია შეიძლება უფრო მეტიც გამოსორდა ვიდრე აირია ხომ იცი ხალხი ხედავს მარტო ცუდს და მეც ხომ ხალხი ვარ წარმოვადგენ ერთ-ერთ სულს დაიჯერე გინდა არა ცუდმა ბევრი კარგი გადაბარა თვალი რომ გაუსორო გინდა ძალა ზოგი დანებდა და დაიღალა გინდა დაიჯერე გინდა არა ცუდმა ბევრი კარგი გადაბარა თვალი რომ გაუსორო გინდა ძალა ზოგი დანებდა და დაიღალა რეკლამამ გაიარა მარე ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც არ გადართო და ისევ იმედი სახლზე დარჩა რეპერი მასტერი რომელმაც შეგიცვალა თავისი სიმღერა ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერთი გთხოვ დაიკავო შენთვის გაკუთვნილი ადგილი სიმღერა ცოტა შოუ ბიზნესზე ცოტა რეალობაზე ცოტა ევროვიზიაზე რამ გადაწყვეტინა რომ ყოფილიყავი ასეთი კრიტიკული ეცი რა რაღაც სოციალურ თემას შევეხე რაც ხდება მე მგონი ის თქვი არც მეტი არც ნაკლები ევროვიზიაზე ვისაუბრე სოციალურ თემაზეც ენის გადასაღადებზეც და რა ვიცი რაც ხალხს აწუხებს მართლა იმაზე გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენთან სტუმრად იყო ანრი ჯოხაძე შესაბამისად ევროვიზიის თემაა დღევანდელ გადაცემის მთავარი თემა არის რეალურად გააქვს პრეტენზიები მაგალითად იმასთან დაკავშირებით რომ ევროვიზიის კონკურსზე მიდის ანრი ჯოხაძე პრეტენზიები ანრი რომ მიდის არანაირი არ მაქვს უბრალოდ მე როგორც ერთ-ერთი მონაწილე ვაპირებდი რომ იმიღო კონკურსში მონაწილეობა მაგრამ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ წინასწარ გადაწყვეტილიაო ანრიზე და აქედან გამომდინარე თავი შევიკავე უბრალოდ ტეხავს რა ანუ ანრიმ გაიმარჯვა იმიტომ რომ ეს იყო გადაწყვეტილი და ეს არ გადაწყვეტა არა შეიძლება ანრის ისედაც გაიმარჯვა იმიტომ რომ საკმაოდ სუსტი კონკურენცია იყო არ იყო ისეთი დონე მაგრამ მაინც გადაწყვეტილი როა წინასწარ უკვე საწყენია ესე იყო ნაღდათ ვიცი ანრის მეგობრების გადაწყვეტილი არ მინდა რომ ხალხი გავჭყლიტო ხო ხდები ახლა მაგ მონჩი არ ვიცი რამდენად წყაროსაგანი იცი იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ სენსაციური განცხადება ევროვიზიის წინასწარ გადაწყვეტილებასთან დაახლოებით ვიცოდი უკვე 11 იანვარს 15-ში იყო ბოლოა და შეტანით ჯერ არც კი ვიცოდით ვინ გადიოდა საერთოდ კონკურსზე და მანამდე უკვე ვიცოდი ამან გადაგაწყვეტა გემღერა და სიმღერით გამოგეხატა შენი პროტესტი რაღაც მარტო ამ თემაზე არა უბრალოდ ისეთ დროს ჩაიწერა რომ ესეც გარკვეულწილად როგორც ჩოლური მოქალაქეს გულზე მომხვდა და თქვი რა ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, ფიქრობდა თუ არა ასე, ლევან ჯიბლაძე მაინც მიიღო კონკურსში მონაწილეობა და შემდეგ მოისმინა ძალიან კაცი განცხადებები, რომელიც ანრი ჯოხაძემ სწორედ თქვენი ევროვიზიის მონაწილეების მისამართით გააკეთა. ფიქრობ თუ არა, რომ ანრი ჯოხაძე იყო კანდიდატურა, რომელსაც უნდა მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის კონკურსში? იცი რა, იქედა გამომდინარე რომ საქართველოს ზოგადად ეგრე ხდება, ხო, იმიტომ რომ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ უშვებს ცნობილ მომღერალს. ერთადერთი იყო პატრისია კასის შემთხვევა. თუმცა წელს დაამკვიდრეს ტენდენცია, როდესაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაუშვა ცნობილი მომღერალი. მოდი ეს დავიწყოთ. იგივე ლენა ვიყოთ, ერიკ საადე, ლორეინ რომელიც შვედეთს ბრიტანეთს ყავს სგრემის 6 მფლობელი წელს. ასე ბრიტანეთს ჩარშან ბლუყავდა რომელიც 25 ადგილზე გავიდა და ხა შევთანხმდეთ რომ ანრი ჯოხაძის პოპულარობა ბლუსთან ცოტა რატომ წარმოიშვა კონფლიქტი თქვენსა და ანრის შორის? რატო წარმოიშვა ჩემსა და ანრის შორის კონფლიქტი? ახლა აქ რო ლიზა ვადაჩიკორი იყოს უფრო კარგად ანუ იტყოდა ამ ყველაფერს.
არ მახსოვს ზუსტად წელი, მგონი 2009 წელი იყო, საზღვარგარეთ ერთ კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას, ანრი გავიდა მესამე ადგილზე, მე გავიმარჯვე და ამის მერე დაიწყო პრობლემა. ეს კონკურენციის გამო არის, რომ ანრი ჯოხაძე. იცი რა, იქ 20 ადამიანი იყო სხვადასხვა ქვეყნის ჟიური და ეხლა 20 ადამიანი თუ გაფასებს, მე არ მგონი ეხლა არ მაქვს იმდენი საშუალება, რომ ეს ყველას ფული ჩავდა. აჰა, თაკო შენ 20,000, შენ 20,000. ანრი ჯოხაძე არ ხდება ეგრე ევროპაში. მე ვამბობ ჩემზე, მე გავიმარჯვე, ანრი მესამეზე გავიდა და მათხდა სკანდალი. არ მაინტერესებს. როგორც ანრის კიდია ფეხზე, მე ორჯერ ფეხზე მკიდია ორივეს. გულის ამრევები, ასეთი სიტყვა იხმარა ანრიმ. ანრის გულში ნამდვილად არ მინდა რომ ვიჯდე. გასკებია, შენ ფიქრობ, რომ რეალურად იყო ობიექტური, ან იყო არაობიექტური? არა, ობიექტური იყო ანრის გასვლა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცნობილი მომღერალია. ჩემი პოპულარობა, რა თქმა უნდა, არ ეთავსება, ხო? ყველაფერი კანონზომიერია. თუმცა კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შემთხვევაში აძლევს უფლებას, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ვის გაუშვებს ევროვიზიაზე, ანუ ამ შემთხვევაში. მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელს. შესაბამისად არაობიექტური იქნება, ოღონდ ჩვენს კოლეგებს. არ ვიცი, წინასწარ მიიღო თუ გადაწყვეტილი იყო 5 წლის წინ, მას ზუსტად ვიცი, ეს ადამიანი იბრძვის, უკვე 3 წელია, როცა იღებს მონაწილეობას. და გაუმართლა. საკმაოდ სერიოზული ბრალდებები იყო შენი და ბორისის მისამართი. ნუ მე კომენტარს არ გავაკეთებ, ინკოგნიტო ადამიანების უკან დგახართ თქვენ სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში, რომლებიც ლანძღავთ ამდეს. რეალურად არ ფიქრობთ, რომ მეც დგავ. კიდევ ერთი აღიარება ანრი ჯოხაძისთვის. აი შენც იყო. აი თურმე არა, ნუ მე ბორისის მაგივრად ვერაფერს არ ვიცი, უბრალოდ მე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ მე პირადად რამლოდ არ ვჯდები და არ უწერ, არ პოსტავ და არ ბლოგერობ რა ანრის საწინააღმდეგო. უფრო მეცაც გეტყვი რა. იცი რა მომენტია წელს, როცა გრემიზე ლეიდი გაგამ ვერაფერი ვერ აიღო და ახალ დაჩეკინმა ადელემ აი ტრიუმფატორი გახდა, ხო? მე წავიკითხე ერთ-ერთი პოსტი MTV-ს, სადაც ლეიდი გაგას ფანი წერს ერთ-ერთი, რომ შხამად მოხმარდა ეგ პრიზები, რომ მიიწვიეს ადელეო და არა მგონია ლეიდი გაგას დაკვეთა იყო მიდი გოგო დაწერეთ კარა იქ. არ ხდა კარგით რა ხალხო. ცოტა ვიაზრო. არ ფიქრობთ რომ ახლა დაპირისპირების დისკუსიის და თუნდაც ერთმანეთთან შუღლის რო არ არის, იმიტომ რომ რეალურად ანრი ჯოხაძე საქართველოს წარმოადგენს. ბუნებრივია მისი გამარჯვება იქნება ზოგადად ქვეყნის იმიჯისათვის. მეც საზგეთქვით, არ გიფიქრეთ ხელი ჩამოგერთვათ ერთმანეთისთვის. იცი რა, მე ვნახე არ და გადავკოცნე კიდეც ეგრე. არ ვიცი ეხლა რა ხდება, უბრალოდ მე მართლა ვაპირებდი წასვლას ბაქოში, მაგრამ 17-ში მიფრინა შვედეთში კლიპის გადასაღება, შემდეგ ბულგარეთში იქნება გადაღების მეორე, ანუ სხვა კადრების გადაღება და აქ ვერ ვახერხე ბაქოში ჩასვლას. გასაგებია, მოდი ვკითხოთ ბორის ბედიას, რომელიც ასევე მონაწილეობს სტაბილურად ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში. რატომ მინდი ხარ ყოველ წელს განაცხადით ავსებ და მონაწილეობ ამ კონკურსში? პირველ რიგში მივესალმებ მთელ საზოგადოებას. ძალიან მიყვარხართ. რაც შეეხება 2 წელია ვებულობ აქ მონაწილეობას და რა მოხდა ვერ გავედი და ახლა მაგის გამო ნახდათ ყურები არ ჩამომიყრია და არაფერი არისა. უბრალოდ მე პატივს ვცემ საზოგადოების გადაწყვეტილებას და მე ანრის უსურვებ წარმატებას და გამარჯვებას. ქრისტიანი ადამიანები ვართ და ბატონო ვაჟა აზარაშვილთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით. ბატონო ვაჟა, ძალიან ხშირად მონაწილეობთ გადაცემის პირველ ნაწილში, სამ თემაზე იყო დისკუსია. საერთაშორისო კონკურსებში ბუნებრივი არის კონკურსების ერთი ნაწილი, სადაც ჩვენ წარმატებას ვახცევთ, თუმცა ევროვიზია არის საკმაოდ რთულად დასალაშქრი კონკურსი, რადგანაც ხვდებით ბოლო საუკეთესო შედეგი იყო მე-9 ადგილი, გულისხმობ უფროსების ევროვიზიას, თუმცა პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე საქართველოს წარმომადგენელი ბოლო მე-6 წელია ვერ გადის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამისი მიზეზი? სიმღერა, რომელსაც ისინი წარადგენენ ევროვიზიაზე? ნუ თქობა ძალიან თავისი სპეციფიკური კონკურსია ეს. ახლა თქვა ბზანად ბორის ბედია და ანრი ჯოხაძე ისინი განსხვავებული მომღერლები არიან. ბორისი უფრო ასე ვთქვათ, კლასიკური მუსიკის მიმდევარია, თავისი მაყურებელი, მსმენელი. ანრი სხვა პლანის არის, შოუმენიც არის და საერთოდ ნიჭიერი კაცია. დავზე ლაპარაკ, მაგრამ ანრის კანდიდატურა ალბათ უფრო შეეფერებოდა აი ამ კონკურსს. მე შემგონია. შეიძლება თუმცა ბორისი ახლა რა ვიცი, ყოველთვის უკრაინაში და სხვა ქვეყნებში იწვევენ როგორც ძალიან კაი მომღერალი და მე დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებს მასთან. ამ დროს ძალიან პატივსემ ამის როგორც ძალიან ნიჭიერ კაცს. ამ დროს მე მგონია რომ ანრი უფრო ახლო იყო ამ კონკურსს. ევროვიზიის შესაძლო კონკურსი. თუმცა მე ნიჭები არ მომისმენ, მე კონკურსში არ ყოფილი, არ ჯიურის წევრი და საერთოდ არ ვესწრებოდი. ძალიან საინტერესო იყო რომ მომესმენა ახალგაზრდები. გიგა, საბავშვო ევროვიზიაზე ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიკავებთ პირველ ადგილს და ეს უკვე უცხო აღარ არის. ქართული საზოგადოება მიეჩვია ამ ყველაფერს, შენ წერ მათთვის სიმღერებს. თუმცა ვერ ვაღწევთ წარმატებას დიდების ევროვიზიაზე. რეალურად რაშია პრობლემა სიმღერებში? მასშტაბი კონკურსის ხო იგივეა?
ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ბევრი პასუხი მაქვს. გისმენთ? მოდი დავიწყოთ აქედან. რაც შეეხება საბავშვო ევროვიზიას, აბსოლუტურად არის განსხვავებული დიდების ევროვიზიიდან და რატომ? ნუ ხშირად ითქვას ჩვენთან საქართველოში გამარჯვების დროს, როცა ბზიკებმა გაიმარჯვა, ეს პოლიტიკურად იყო და ომი რო იყო, მიტო გაიმარჯვა ბზიკებმა და ისე უნიჭო იყო ეს ბავშვები, სადაც ნომერი, მაგრამ ამ წუთას არ იყო ომი და კიდე გაიმარჯვა კენდიმ. ესე იგი არ ყოფილა პოლიტიკური კონკურსი. მე ვერანაირად ვერ დავარცხევ, რომ ეს კონკურსი არის პოლიტიზირებული. იმიტომ რომ როდესაც ვამზადებ ამ პროექტს, ხო, მე მინდა რომ მე თვითონ თქვა ერთხელ, არასდროს არ მივაპარაკე ამ თემაზე ხამაკვა. და მადლობა რომ ეხლა შევიდე რომ თქვა მაყურებლისთვის რაღაცები. მე მინდა ვთქვა რომ როდესაც ჩაგაქვს უკვე პროექტი გამზადებული, აქ მარტო სიმღერა არ არის მთავარი, მე მთლიანად ვფუთავ ამ ნომერს თავისი ყველაფრით და მუშაობ აბსოლუტურად თელი საკონცერტო დადგმა. რა თქმა უნდა, მე ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი მყავს და ამაზე ვმუშაობ თვეები. როდესაც ჩაგაქვს უკვე რეალურად ხვდები შენ ხარ ფავორიტი თუ არა. იმიტომ ხვდები რომ იქ ჩანს ეს ძალიან კარგად ჟურნალისტების მხარდაჭერა, ხალხის რეაქციები დარბაზში რეპეტიციის დროს და უკვე ხვდები რომ პირველი ადგილის პრეცედენტი ხარ თუ არა. გიგა, მოდი ჩაგეკითხები, ანუ რეალურად თავიდანვე შეიძლება აქტივობებით, მხარდამჭერებით, გამოხმაურებით გათვალო, შენ მოახერხებ თუ არა წარმატების მიღწევას. მე სხვა პოზიცია მაქვს. რაც არ უნდა აქტივობაში იყო ჩართული ხალხი, რაღაცა ფანები, თუ არა გაქვს რეალურად პროდუქტი ხელში კარგი და თვითონ თუ არ მიდის პროექტი, აი თავისი თუ არ იშლება და თვითონ თუ არ აქვს ხარდაჭერა ხალხისგან და ამას ხელოვნურად აკეთებ, ვერაფერს ვერ მიაღწევ. ძალიან დიდი მადლობა. ასე თქვათ, ერთგვარი რეზუმე გავაკეთეთ დღეს ჩვენ ევროვიზიის მომავალ კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს გაიმართება ბაქოში. ამ თემაზე ბუნებრივია საუბარს გავაგრძელებთ მას შემდეგ, რაც ფინალი შედგება ბაქოში და უშუალო შედეგები გვექნება. ახლა კი თავად მუსიკალური კონკურსების შესახებ ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მასტერს, რომელსაც დავამსხვრებები მის ადგილს ჩვენთან სტუდიაში ევროვიზიის ერთ-ერთი მონაწილე დაიკავეთ რამდენიმე წუთში. მანამდე კი გადავიდე კითხვით სოფოსთან. სოფო, შენ ხარ სტაჟიანი მონაწილე ამ კონკურსის, ყოველ შემთხვევაში კარგი შედეგის მქონე ჯგუფის სოლისტი. რეალურად მოდი დავიწყოთ და მივიღოთ თანმიმდევრობით. თავდაპირველად შენ არ უნდა ყოფილიყავი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე, საერთაშორისო ჯგუფს ყავდა სრულიად სხვა სოლისტი, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. შენთვის გარკვეული დისკომფორტი არ ყოფილა ის, რომ შენ იყავი სხვისი ჩამნაცვლებელი? პირველ რიგში, ანუ აღნიშნავ იმას, რომ საერთოდ ეს ყოველთვის მithქვამს ბევრჯერ კიდეც და კიდევ ხაზს გაუსვამ, რომ საერთოდ მოუხდი ამ ჯგუფში მას შემდეგ, რაც ჩემთვის ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე მოვიდა, რომ სოლისტს რაღაც პრობლემები შეექმნა კონტრაქტთან დაკავშირებით საპროდიუსერო ჯგუფთან და ჯგუფი დარჩა სოლისტის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ მე დავთანხმდი მის ჩანაცვლებას. თაკო, შენ უნდა ყოფილიყავი ჯგუფის სოლისტი, რომელიც საქართველოს წარადგენდა ევროვიზიაზე, შენი მონაწილეობით, სწორედ და შენი ვოკალისტობით გაიმარჯვა ჯგუფმა შიდა შესარჩევ ტურნირზე, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენ ვეღარ წახვიდოდი საერთაშორისო კონკურსზე და თავად გამოეთიშე. რატომ თქვი უარი კონკურსში მონაწილეობასა? მე ვითხოვდი, ანუ მიგრძელოდნენ სამსახურს. ამაში იყო მთელი იდეა. თუ მე მიგრძელავენ შენ არ უნდა გემუშავა და ჰონორარიც იყო მინიმალური. არც იყო ჰონორარი, საქმეც მაგაში. მე ვითხოვდი მინიმუმ 500 ლარს თვეში, რომ როგორც გოგო, როგორც სოლისტი, ელემენტარული გზის ფული მქონდეს, მოუარო თავს და მოვიდე, ხო? აქ იყო ლაპარაკი, მე რაღაც 2000 ევროს ვითხოვდი. ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული სოლისტი დაკარგა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ვითხოვდა 500 ლარს ხელფას. ამ შემთხვევაში, გეტყვით მარტივად, ამ შემთხვევაში მე ავირჩიე არსებობა და არა პოპულარობა. მეტი არაფერი. სულ ეს იყო. ბატონ სერგესთან მინდა გადავიდე შემდეგ შეშ ჯგუფის წევრმა მითხრა რეალურად დააყენეთ თუ არა თქვენ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ჯგუფის წასვლა არ წახსნის საკითხი და მათ შორის იგნორირება მოახდინეთ იმ ადამიანების ხმებისა, რომლებსაც თქვენ დაგიმესიჯეს ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში გახვედით და აღმოჩნდა რომ მინიმალური ხელფასის გამო გამოცვალეთ სოლისტი და თუნდაც მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თქვენთამი შეიძლება იმ ადამიანებს რომლებსაც გამოუგზავნეს ერთ მონაწილეს მესიჯი საერთოდ არ მოსწონს მონაწილე რომელიც მათ დაუკითხავთ თქვენ შეცვალეთ. კი ბატონო, უბრალოდ აუხსენით მაშინ თაკოს, რომ პროსტა სირცხვილი არის ევროვიზიის მერე ბარში მუშაობა. მარტო ეგ იყო. მოდით, არა, ევროვიზიის მერე არა. შეურაცხყოფას იმ ათობით ძალიან მიჭერ მომღერალს, რომელიც ბარში მხარის და შეიძლება ბევრ მეგაპოპულარულ მომღერალს შეიძლება ერთი რაღაც თქვა. ანუ ბარში მუშაობას რაც შეეხება, იმ წუთას არ მუშაობდი, ბარში მუშაობდი კლუბ ქალაქურში. ეხლა ამჟამად უკვე აღარ ვარ, მაგრამ
ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენთაგანი ერთჩენს დღესდღეობით თავს მაგით და მეორე ჯგუფში დარჩენილიყავი, ალბათ იმის მიათედი შემოსავალიც არ მეკრებოდა. თავს იმ კლუბებში და იმ რესტორნებში შეიძლება ძალიან ბევრად უფრო ნიჭიერი მომღერალი იყოს. და სხვა შორის მე ისიც ვითხარი, რომ ეს სამი თვე არ ვიმუშავებდი აბსოლუტურად, არც მათ ვთხოვდი ფულს, არც ვიმუშავებდი. ოღონდ მაშინ სამთვიანი კონტრაქტი გავაფორმე და უკვე შემდეგ გადავახალისოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო, ახლა პრობლემები შეგექმნათ თქვენს, თქვენ აღარ ხართ ჯგუფი ელდრაინი, თქვენი სახელი წაგართვეს. ახლა ჩვენთან სტუდიაში არის სიტუაცია ასეთი. არის ევროვიზიაზე მონაწილე ქართული ჯგუფი ელდრაინი 1, რომელსაც ეს სახელი ჰქონდა. ახლა მათ სახელი წართვეს და არის რომელიც საპროდიუსერო ჯგუფი შექმნილი მეორე ჯგუფი. მოდი თანმიმდევრულად მოვისმინოთ ერთმანეთის პოზიციები, გისმენთ რეალურად რატომ მოხდა ჩვენთვის სახელის წარდგენა. გადაჭრით მოვიტყვით ეს ჩამოერთვათ ვარ ჩამოერთვა ჯგუფს და პლუს ამას თვითონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს საქმის წარმოება ჩვენს მიერ შეტანის საჩივარზე, რომელიც ეხება კონკრეტულად სერგო სულაძისთვის სასაკოლო ნიშნად სიტყვა ელდრაინის რეგისტრაციის სამართლიანობის საკითხს და სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა მანამდე ახლა სიტუაცია არის ასეთი რომ სწორედ ბატონ სერგოს აქვს საავტორო უფლებები ანუ ამ კანონიერი უფლება გამოიყენოს ეს სახელი მისი საპროდიუსერო სიტუაცია არის ესეთი რომ ბატონმა სერგო სულაძემ დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა სასაკოლო ნიშანი მაგრამ ეს რეგისტრაცია თვითონ კანონის მიხედვით არის პირობითი ეს არ არის ასე ვთქვათ სრული რეგისტრაცია იმიტომ რომ ამ სასაკოლო ნიშნების შესახებ კანონის მიხედვით დაჩქარებული წესით რეგისტრაცია 6 თვეში ავტომატურად ექვემდებარება გაუქმებას თუ წინა პირობები შეიქმნა იმისი რომ ეს რეგისტრაცია არ უნდა მოხდარიყო ეს არის გასაგებია ახლა დავა მიმდინარეობს სახელის გამო მოდი ვკითხოთ იმ ჯგუფის წევრებს რომლებიც ამ გაუგებრებლობაში აღმოჩნდნენ ჯგუფისთან მინდა გადავიდე კითხვით რომლებიც არიან ახლა ჯგუფის წევრი რომლის სახელის გამოც მიმდინარეობს დავა რატო დათანხმდით რეალურად რომ ყოფილიყავი ელდრაინი ნომერი 2 იმიტომ რომ თქვენ გქონდათ პოპულარობა მათ შორის შენ იყავი პოპულარული ალბათ შეიძლება სხვებზე უფრო მეტად რაში გჭირდებოდეთ ეს ვიცი რა არის მე მუსიკოსი ვარ და მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამას მე ადამიანმა რომელთანაც მეგობრობ მითხარ რომ ჩემთვის მეორე ელდრაინ 2 ან 3 ვაფშე ცოტა სასაცილო არის შენ არ იცოდი რომ თავის საგანი პირველად მოუხევი ეს რაღაცას რაღაც გარკვეული ადამიანები ჩუობენ სახელზე ავი მე მართლა პირველად ძალიან ბევრი ჯგუფში დამეკავს და სახელზე არავის არ გიჩხუბია რა. ხო, მაგრამ სახელი ბრენდი ამან ეს ადამიანები წერილზე მეტი ამ სახელით მოღვაწეობენ. მე ბევრჯერ მithქვამს აქამდეც რომ მე ძალიან სიმპათიურად ვარ ამ ადამიანების მიერ და ძალიან დიდ პატივს ვცემ იგივე მუსიკიდან გამომდინარე და იგივე როგორც ადამიანებს ცალკე. მაგრამ რა არის იცი მე ძალიან ბევრ ჯგუფში დამეკავს რა. შეიძლება ერთი სახელი ქონდა იმ ჯგუფს რა. გასაგებია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ ინსტრუმენტალისტი. ინსტრუმენტალისტი არის ადამიანი, რომელსაც დაქირავებული მუსიკოსი. ადამიანი გეუბნება, რომ აი მოდი შენ დაუკრავ, იქამდე სანამ მე მინდა. მე არ მინდა, მე მოვდივარ. ანუ პირობები, რომელიც ევროვიზიის მონაწილე ელდრაინისათვის აღმოჩნდა მიუღებელი, თქვენთვის აღმოჩნდა მისაღები? ცირ არის, მე არც პირობებიც არ მაქვს ხა რა. მე ვუკრავ უბრალოდ რა, ეს არის ჩემი პროფესია. კონტრაქტი ეხლა რო დავიწყო ჩამოთვა რამდენ ჯგუფში დამიკრავს ხო ძალიან დიდი ხანი მოუნდებია არასდროს არ მქონია არანაირი სახის კონტრაქტი არანაირი ფორმის ადამიანი გირეკავს გეუბნება გამარჯობა ესა მე გინდა აქ მოხვალ დაუკრავ ამდენს გადაგიხდი მადლობა მივალ თუ მაწყობს უკაცრავად შეიძლება ერთი კომენტარი გავაკეთო მე უბრალოდ ესეთი რაღაც მაინტერესებს ჩვენ ხომ თქვათ აქ სახელზე მიდის დავა ჯერჯერობით ესეც ხომ გაურკვეველია უბრალოდ როდესაც ჯგუფი ფუნქციონირებს და პარალელურად ანუ ეს ხომ არ ნიშნავს რომ თქვა სახელზეა პრობლემა ჯგუფი ხომ არსებობს და ფუნქციონირებს გამოჩნდება ორი ერთი და იგივე პლაკატი ჯგუფი ელდრაინის კონცერტი ერთ კლუბში ჯგუფი ელდრაინის კონცერტი აი ეს იგივეა ახლა რაღაცა სასაცილო 3G ხომ არსებობს და უცებ გამიდა მეც 3G ვარ ნუ ანუ ფუნქციონირებად 3G-ს რომ ეხა კონკურ რაღაცა უბრალოდ რაღაცა ხო ბზიკები გამოდი მეც ბზიკი ვარ ნუ მთელი სიმღერები ანუ საავტორო უფლებები გვეკუთვნის ჩვენ და ხალხმა რაც როგორც გაგვიცნო ამ ჯგუფად და როგორც ვართ იმის წყალობით რომ ეს ჩვენი შემოქმედება მოიტანა ეს ყველაფერი უბრალოდ. მოდი ვკითხოთ თქვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები? თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც თავის მსვლელობის განმავლობაში ჩვენ ოპონენტ მხარეს ეკრძალა ამ სახელის სასაქონლო ნიშნის გამოყენება. აქედან გამომდინარე პრინციპში დუბლირებასაც არ ექნება ადგილი თავის დასრულებამდე. ანუ სერგო სულაძეს თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს ამ სახელით ამ ნიშნით ისე რომ მოწინააღმდეგე მხარეს შეუზღუდოს ამ ნიშნით სარგებლობა თავის მსვლელობის განმავლობაში. ანუ თქვენ სახელი აღარ გაქვთ გავარკვევთ დღეს სტუდიაში. ბატონო ვაჟაც აქვს რეპლიკა გისმენთ ბატონო ვაჟა. მე გამახსენდა ასეთი რამ ორერა
რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ ბარძიმაშვილი და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასე უცხოეთში და ძალიან დიდი პოპულარობის სარგებლობა, მაგრამ როცა იყო ორერა თავის ზენიტში, რობერტმა ჩამოაყალიბა მეორე ანსამბლი, რომლისთვისაც უნდა დაერქვა ორერა 2. ამაზე იყო მთელი ამბები დავა. ყველაფერი, მაგრამ რობერტმა ადვილი თვითონვე გადაარქვა ანსამბლის 75-ზე და ამით ყველაფერი მოისვა. ანუ ახლა გამოსავალი გვთავაზობს ბატონი ვაჟა გამოსავალს რომ დავარქვათ ელდრაინი და ელდრაინი 2. მაშინ ჟურნალისტები აქტიურობენ ჩვენთან. აი აქ იყო კონტრაქტთან დაკავშირებით რომ მეკრწა ევროვიზია და ბარში მუშაობა. აი რა შუაშია ერთი მეორესთან, ანუ რახან ბარში და რესტორანში მღერის დღეს მთელი შოუ ბიზნესი თუ არსებობს შოუ ბიზნესი. არა, მე არ მგონია რომ სირცხვილის გამო არის ეს ყველაფერი მოფიქრებული, უბრალოდ როცა ევროვიზიის რეჟიმზე მიდის ლაპარაკი და მუშაობაზე, იქ უკვე არ გცალია არც ბარისთვის, არც სახლში აბაზანაში ხშირად რომ შეხვიდე და არც საჭმელად არ გცალია. ზუსტად მაგიტას ამით რომ უარს ვაკეთებ მე აბსოლუტურად ჩემს მიმართ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, მე ვაკეთებ ევროვიზიის რეჟიმთან და ბართან მუშაობასთან დაკავშირებით და დავპატიჟოთ თაკო გაჩიჩილაძე სტუდიაში და გავარკვიოთ რა სტანდარტებით უწევთ მომღერლებს მუშაობა, მაშინ როდესაც ევროვიზიისათვის ემზადებიან და თან მაშინ როდესაც სიმღერა საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანია. თაკო გაჩიჩილაძე სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა თაკო რომ შემოგვიერთდი, მიიღეთ ჩემი კომპლიმენტები. თაკო, საუბრობთ რომ ძალიან რთულია იმუშაო ევროვიზიის მოსამზადებელი პროცესის პერიოდში და ამის პარალელურად ჰქონდეს სხვა სამსახურიც. ძნელია რეალურად ეს ყველაფერი? კი, საკმაოდ ძნელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა პერიოდიც მქონდა მე, როდის იყო 2 წლის წინ, ეს იყო ჩემთვის არანორმალური რეჟიმი. მაგრამ რაც შეეხება თბილისში ყოფნას, ანუ სანამ ჩვენ ტურნეში წავიდოდით, ჩვენ ვიყავით დატვირთულნი, ცხადია, ახლა შოუში მივდიოდით, სიმღერებს წერდით, მაგრამ იმის დრო გქონდა, რომ თქვათ 24 საათი არ იყო ეს ჩვენ. პარალელურად შეიძლება სხვა რამეც გეკეთებინა. კი, შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი ჩვენ წავედით ამ მსოფლიო ტურნეში, ეს იყო აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ არ მეძინა, ვერ დრო არ მქონდა რომ მეჭამა, ну აი მართლა არა ბოლოს აი მეზიზღებოდა, აღარ მინდოდა იგაურობა, იმიტომ რომ ну მეთქი მოუკვდებით ხო ეს. მაგრამ ამის მიუხედავად შენ მაინც შეგაქვს განაცხადი ყოველ წელს რომ მიიღო მონაწილეობა. რატომაც არა, მომღერლისთვის ეს არის პიარი, მე დიდად პატივს ავცემ ამ კონკურსს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არ არის მაღალი დონის მუსიკა, იმიტომ რომ იქ მე არასდროს არ მინახავს ისეთი შემსრულებელი, მინახავს კი მომღერალი, რომელიც საკმაოდ კარგად მღერის, მაგრამ ეს არ არის მაღალი დონის რაღაცა კონკურსი, სადაც შენ თუ პატივს არცემ კონკურსს, მაშინ რატომ ღებულობ? ხო და გიხსნი, ეს არის საშუალება იმისი, რომ შენ გნახოს მილიონობით ადამიანმა. ვიღაცა შეიძლება პროდიუსერი შენი დაინტერესდეს, ანუ შენი თავის რეალიზება გააკეთო, იმიტომ რომ შენ ცხოვრობ პატარა ქვეყანაში, სადაც გასახანი არ აქვს და ერთადერთი გამონათება ამის არის ის, რომ ევროვიზიაზე გახვიდე და იქნებ ვიღაცა მოგისმინოს და შენი დაინტერესდეს და გახდე პოპულარული. ჩემი აზრით ამ ყოლაფრის გარდა გასაგებია რა ვთქვათ უგემოვნოს ვეძახით რაღაცას, მაგრამ ის სცენა და ის იმხელა ვთქვათ არენა რაზეც საშუალება გეძლევა რომ გამოცდილება იმყეს არა საქმეში ის შენ რომ უგემოვნებო გაგეკეთებე მაშინ MTV-ის კონცერტზე ვერ მოხვდებოდი და არ შემოთავაზებები არ იქნებოდა არა მინდა ელდრაინის თემას ერთგვარი რეზუმე გავუკეთოთ და ვკითხო ძალიან მოკლედ მიპასუხეთ არ გიფიქრეთ იმაზე რომ ეს დავა არა სასამართლოს არა საკპატენტის არა დაპირისპირების არა ჟურნალისტებს ამათ დიალოგის გზით გადაწყვეტოთ ხო ხომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობთ რა თქმა უნდა პირველ ჩვენ მე პირადად და არც ერთი ჩემთან ამას არასდროს არ დაუშვებდით რომ აქამდე შეიძლება მესულიყო გასაგებია ბატონო მიშა მზად ხართ ამ ადამიანებს დაელაპარაკო და დიალოგის გზით მოაყარო უბრალოდ მაგრამ ის ლაპარაკი უკვე შეხვდა როცა შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს და ისინი მითხრეს უარი სანამ შემოვიდოდი ანუ ვუყურებდი თვალს ვადევნებდი თქვენ საუბარს და მე მესმის ორივე მხარის გასაგებია მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ანუ ის სიმღერები რაც დაწერა ამ ხალხმა ჯგუფმა ამ შემთხვევაში ჯგუფმა თქვენ რატომ უნდა შეასრულოთ
ვინ თქვა რომ ჩვენ შევასრულებთ ამ ეს კონფერენციაზე იყო ნათქვამი ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენ შეგვიძლია რომ მივიდეთ არსებობს ეგეთი კომპანია რომელიც SAS ერქმევა და ოფიციალურად შევისყიდოთ უფლება ანუ თქვენ გადავხდით რომ შეასრულოთ ჩემი გაწერილი სიმღერა კარგი არ გვაძლევთ მაშინ აღარ შევასრულებთ ჩვენ გვაქვს კომპოზიტორი რომელიც დაწერს კარგი სიმღერები და შევასრულებთ ახალ სიმღერებს. დიახ, მარიტა, ბრძანოთ. ნუ მე ვამბობდი რომ თანხის გადახდაზე როცა საუბარი, ვიცით რა თანხაზეა საუბარი, რაც შეიძლება ქავერში გადაიხადო? ეს არ არის ძალიან დიდი თანხები და შეგვიძლია ვნახოთ. შეიძლება ამ ადამიანებმა თავის სიმღერა დაგიფასონ $50,000 და არ ნუ ეს უკვე ჩვენი შორის შეთანხმების საგანი იქნება, ასეც და ისეც თუ კიდევ დღევანდელი დისკუსიით ვიმშელებთ, მე ვფიქრობ რომ შეთანხმება ძალიან რთული იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი დრო ევროვიზიისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მიშა სულუხია იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ის არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი სკანდალური მონაწილე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, ბუნებრივი არა ევროვიზიის. ეს კონკურსი იმართებოდა მოლდოვაში, როდესაც მან პროტესტის ნიშნად იმის გამო რომ ფიქრობდა, ისევ როგორც ბევრი სხვა, რომ გადაწყვეტილებები, ჟიურის მუშაობა და შეფასებები იყო არაობიექტური, ეს ყველაფერი პირდაპირ სცენიდან თქვა და შემდეგ ყველაფერი წაართვეს, რაც კი მისცეს. მოგვიყვები მიშა. ნუ ეხლა რაც 51 ადამიანი აღმოჩნდი მსოფლიოში, მის მერე სკანდალებს თავი დავანებე, მაგრამ მაინც ღირს გახსენებათ. ცოტა კურიოზულად მახსენდება ეხლა ეს პერიოდი. მაშინ ნუ რამოდენიმე ელემენტი იყო იქ, რის გამოც ეს გავაკეთე. ნუ კონკურსი, რომელზეც ჩავედი, აქედან მომზადებული, ახალი დამთავრებული მქონა საფრანგეთის ტურნე, 10 კონცერტი იქიდან და მოხვდი ისე რომ პირდაპირ ამ კონკურსზე მომიწია მომზადება. ნუ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მუსიკოსი ვარ პროფესიით და ესეთი ნომრები მოვამზადე მუსიკალური, რომელიც უფრო მუსიკოსის ხაზს გამოკვეთავდა. ერთ სიმღერაში ვკრავდი ვიოლინოზე, მეორეში ფლეიტაზე და ასე შემდეგ. და ნუ ვფიქრობ რომ საკმაოდ ნორმალურად ვაჩვენე ჩემი რა არ მოგეწონა ჟიურიში, რის გამოც შენ პროტესტის ნიშნად ეს ყველაფერი სცენიდან გამოაცხადე. იცით რა, შეთანხმება თავიდან ცოტა სხვანაირი იყო. ნუ მე მეგონა რომ მივდიოდი კონკურსზე, სადაც იყო ძალიან მაღალი ხარისხი, დონე და აღმოჩნდა ისე რომ იქ კონკურსანტები მღეროდნენ კაროტელეს რაღაცებს და ნუ ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ხა მე რაღაცა იმის ოდნავი ამბიცია გამოჩი, როდესაც ორკესტრთან ერთად მოცარტს ვასრულებ ან რაღაცა შემდეგ ანუ დაბიო დონის კონკურსი იყო და ამის გამო თუ იმის გამო რომ შენ ვერ მიიღე სათანადო შეფასებები ჟიურის. არა, ეს მომენტი მაინდა-მაინც ძირითად როლს არ თამაშობდა, ეხავე გეტყვით. ანუ ეს არ ყოფილა რა ხან მე ვერ მივიღე და რა. უბრალოდ ცოტა სხვა ფორმატის კონკურსი აღმოჩნდა, როგორც იყო, ქულების დაჯამებაც შედარებით არასწორად მოხდა, იმიტომ რომ იქ კონკურსანტებს ყავდა ყველას თავისი პროდიუსერები, რომლებზეც ხდებოდა გაწევ-გამოწვევი და ანუ გაწევ-გამოწევა და სასტუმროს ნომრებში ხდებოდა ვის რომელი ადგილი აიღო. და აქედან გამომდინარე ესე იგი გამოვედი სცენაზე და რა ზუკა ხმის რეჟისორსენები გააჩერე ძალიან გააჩერე ეგდოლი მე სკანდალ და იმ წუთში გამოვედი და გააჩერეთ ფონოგრამები დღეს არ ვიმღერებ რაღაცა რუსული ტექსტი გავაგე რომ ნერვიულობისგან ამებნა ყველაფერი არ люблю вам მეტკი მას საზოგადოებაში ხარი ბოლო ხო და იყო და შემდეგ ამის შემდეგ იყო ისტორია, როდესაც შემოგივარდა ნომერში ფესტივალში. ხო, მე ამოვედი სასტუმროში ორგანიზატორი, გავაგრძელე პირდაპირ ეთერში ამ კონკურსის ყურება, ეს მაინტერესებდა როგორ დამთავრდებოდა და ნუ გახდილი ვიყავ უკვე ტანზე და შემომივარდე სასტუმროს ნომერში. მოლდოვაში ხა უკვე რამდენი წელია კომუნისტური რეჟიმია და იქ ვერაფერს ვერ გავხდებოდი ჩემი მორალური და არამორალური კანონებით. ეს პრიზი აღებული, რა თქმა უნდა, ჩამომართვეს, წამართვეს უფრო სწორად, რაღაც. ხო, ნუ მუქარის დონეზე, რა თქმა უნდა, იქ საზღვაზე არ გაგიშვებდა, ესე გიზავთ. ლევან, შენც ესწრებოდი ამ კონკურსს? კი, უშუალოდ მონაწილე ვიყავი ამ ყველაფერს. ეს კონკურსია, სადაც მეც ვიყავი კახა კუხიანიძემ პირველი ადგილი აიღო. ნუ მე გავიმარჯვე გრან-პრი. იცი რა, მარიამ რომელაშვილიც იყო გიგა. მარიამმა აიღო პირველი ადგილი ამ კონკურსზე. ვიშამ სხვაჩერს კაი პრიზი მიიღო, მაგრამ არ ვიცი, ის მეცინება ამ თემით რომ ექსიცინი იყო.
იყო შემთხვევა, რამდენადაც ვიცი, ასევე ჟურნალისტების გადმოცემით, რომ შემდეგ სწორედ ერთი ქართველი მომღერალი მეორე ქართველი მომღერლის ნომრიდან მომღერალს გამოქონდა შენი პრიზები, მართალია? სასტუმრო და სასტუმროს ნომრიდან. კი, ლევანმა გაიტანა ჩემი პრიზები. აი, ვიშე ძალიან ტყუი, ძალიან ტყუი. არა, არ ტყუი, ანუ იმ შემთხვევაში შენ ხო იცი რომ ტყუი ხარ, ადგინდა მელაპარაკე. იყო ასე, რომ შენ გითხესო ლევან მიშას პრიზები წაიღო და იმ მომენტში ერთ-ერთი ქართველი მყავდი გვერდში. არ ვიყავი, რატო იქ იყო მარიამ რომელაშვილი. ბავშვი იყო მაშინ და ნუ მარიამ ბავშვი დეგა დაწყდა გული პირველი ადგილი აიღე, შენ ვერაფერი ვერ აიღე და მაგიტო ატყდა ეგ ამარო. ვერაფერი ვერ ავიღე, არა, საკმაოდ კარგი პრიზი არის. ახტება მიშა, ხან გაიმარჯვა, ხან დამარცხდა. ასე იყო, კი, მე გეთახმები, ასე გააკეთა ლევანმა. ხო არის, მომხდარა ეს ერთგვარი პიარის ელემენტიც იყო, იმიტომ რომ რო ჩამოვედი საქართველოში აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი საჩორი დესაჩოვირის კარგად გარკვეულია მაგამ ბავშვი. ტელევიზია მიხარია არავინ არ იცის ჩემი სხვა დანარჩენი კონკურსების მიღწევების შესახებ. არა, სხვა კონკურსები ძალიან ბევრი გვაქვს, თაკო, აი ბატონ ვაჟა აზრაშვილ ჩემთვის პირადად აქვს გადმოცემული საუკეთესო ბესოს მოусმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, ისმენთ ბესო. მიშო გაწყვეტინებ, აი ზუსტად კარგი ჩანართი გამომივა, ალბათ. ხანდახან ისე მე ძალიან ბევრი კონკურსი გვინახავს თითოეულ ჩვენთანგას, ხან ალიკანტედან ჩამოუტანიათ გრან-პრები, ხან ეგვიპტედან ჩამოუტანიათ გრან-პრები, ხან საიდან, ბევრი გვინახავს ჩვენ კონკურსზე. ხანდახან ჟურნალისტები, ხანდახან არა, ხშირ შემთხვევაში თქვენ გამოიჩინეთ ინიციატივა, ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, საიდან რა ჩამოგაქვთ. ჩვენც რო ვიცოდეთ, ჩვენ კი გიკავშირდებით და ვგებულობთ, რომ იქ რაღაც მილიონი სახის კონკურსია, რაღაცები ტარდება. ჩვენთან არავინ არ იყო. ბესო, მე ხშირად მიწევს კლასიკურ არა, მე ხშირად მიწევს ურთიერთობა ჟურნალისტებთან, მაგრამ ჩვენც გაგვაგებინებთ, სადრაზღებულობთ. მე არ ვიცი, ხა შეიძლება გასაგები ამ შემთხვევაში ამის პროტესტთან დაკავშირებით ეს რეპლიკა რა შუაშია? რა შუაშია და გეტყვი, ხა არსებობს უამრავი კონკურსი, სადაც ეს ადამიანები დადიან, ხო? სადაც მე ჩამოდიან აქ და ჩვენი სავიღოთ, ჩვენ გავიმარჯვოთ, ჩვენ ესეთი მაგრებია, ჩვენ ესეთი კარგი. პირიქით ეს ადამიანი საუბრობს, რომ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა პროტესტი. ბიშოპი რაც გააკეთა სხვათა შორის მე კარგი ისეთი ჟურნალისტური ფარულ კამერაზე ჩაიწერა ეკაჩიტაშვილის ჩხუბი სასტუმროს ნომერში ხო და ეს არ უთქავს ეხლა ძალიან მაგარი რა არ ქონდა ხახო ჩვენ იქ რო გესმის როგორ მემუქრებოდა ამას რა ვაცებინებ შენ თავს და იმას გიზა საკეთავი და იმას ანუ იქ ანუ ის ხალხ ნუ აღარ მინდა ეკაჩიტაშვილის კონკურსის ერთ-ერთი ქართველი ორგანიზატორი საერთოდ როდესაც მოხდა ეს ფაქტი მე წავიდა ეს მუქარები გრძელდებოდა თბილისში პროტესტის გამო გემუქრებოდნენ? კი. და რა სახის მუქარა იყო? ნუ მუქარა იყო შემდეგ და ირო ჩემი ქმარი გცემს და მოგივარდება და რაღაცა მე საზღვარზე არ გაგიშვებ თუ არ დატოვებ ამ ფულს და იქ დავრეკე ჟურნალისტებს შევატყობინე ხალხობრივ ქუჩაში ვარ მე უთხარი ფული ამომაცალეს კაპიკ და გაიტანეს ჩემი ოთახიდან და არსებობა ხო გინდა თან გამოფრენა მაგ რამოდენიმე დღის შემდეგ მოხდა ისე რომ ვაფშე საერთოდ ქუჩაში დავრჩი და მე ეგ ჩემი პადრო სვეტლანა და ჟენია მიშველა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შევეცადეთ წარმოგვიდგინოთ თქვენთვის რამდენიმე თემა მუსიკალურ კონკურსებთან დაკავშირებით ევროვიზიიდან გამომდინარე და შემდეგ დანარჩენი მუსიკალური კონკურსები ბუნებრივია სალაპარაკო ამ თემაზე ძალიან ბევრია თუმცა სამწუხაროდ ჩვენი განკუთვნილი დრო ამით ამოიწურა მადლობა მათ ვინც არ გადართო და დღეს მხოლოდ იმედის არხზე შემოგვიერთდა შევხვდებით ერთმანეთს უკვე ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი ცხელი თემით ნახვამდის